მოგესალმებით. ყავა აბუნთან ერთად. გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა გამართა ბრიფინგი და ძალიან ბევრ კითხვას გასცა პასუხი. ლინკი აქ არის, ძალიან გთხოვთ ნახოთ. მე Facebook-ზე დავდე ეს ლინკი, მაგრამ კაციშვილმა არ ნახა, კაციშვილმა ეხა რა შეაინტერესებს ეხა რო ტვინი გაანწრიოს ურჩევნია. ვიღაცის მოფიქრებული და დასკვნა გამოტანილ საკითხს უფრო გასცეს პასუხი, თვითონ არიაზროვნოს ჭამოს დეზინფორმაცია და ასე შემდეგ. ნუ ვიცით ახლა ეს რუსეთის სპეცსამსახურების ნამუშევარი უკვე რამდენიმე წელია, კი რამდენი წელია მუშაობს, ჩვენ უკვე დავდებილდით, მაგრამ ჩვენ ყველა არ დავდებილდით, ხო და ნახეთ 36 წუთზე ძალიან კაი კითხვას უსვავს პრესპიკერს ჟურნალისტი საქართველოსთან დაკავშირებით. რაზეც პრესპიკერს არ აქვს პასუხი. კი, მეგობარი აქტი ძალიან მაგარია, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება შეჩერდეს ეს მეგობარი აქტი. საქმე იმაშია, მეგობრებო, რომ პრესპიკერს არ ქონდა ზუსტი პასუხი საქართველოსთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ორგვარად გავიგოთ, ერთი წრე უირა კაია, მეორე წრე უირა ცუდია. მაგრამ მოდი ცუდი მხრიდან შევხედოთ. საქმე იმაშია, რომ ოცნება აგზავნის და აგზავნის კაი წერილებს, ტრამპის აქებარ წერილებს, ეხა deep state-ი რაღაცა მოუგონიათ, ესე იგი აქებენ და ეს ადმინისტრაცია ტრამპის ესეთია, რომ თუ ჩვენ არ მოუწოდეთ, დაგვეხმარეთ, ხელი გამოგვიწოდეთ, თქვენი იმედი გვაქვს, ეს ამერიკის მთავრობა ისე ხელს არ გაანწრებს და ამიტომ ამბობ რაღაცა მარშებს რომ ვაკეთებთ, კი წინვალე იყო მარში, ისაც ჩვენ გავაკეთეთ მეგობარი აქტის ხარდასაჭერი, მაგრამ მეტი გვინდა და ეს არ ესმით ჩვენს ოპოზიციას შემოსაყვარლებო. არა, პირიქით ოპოზიცია აგინებს ამერიკას, ძირითადი ნაწილი, ქოცები აქებენ ჩემო ბატონო, თუნდაც სულ არაფერი. შედით ამერიკის საელჩოს გვერდზე, Facebook გვერდზე. ნახე, ქოცები აქებენ, ჩვენ ვაგინებთ, ოპოზიცია აგინებს. სულ არაფერი გააკეთოთ, ხალხო. ესე ვინ დაგეხმარებათ? ესე არავინ არ დაგეხმარებათ. გააგონეთ თქვენი ხმა, ყველანაირი რესურსით, რა რესურსიც გაგაჩნიათ, არ გაგაჩნიათ. ნუ უყურებთ ამ პროპაგანდისტულ რაღაცა ყლეობა, შოუებს, ის გენერალი დაკითხა, გამოკითხვა, ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ თქვენი ყურადღება გადატანილი იქნას, ხალხო, გაიგეთ რა. ამ მეგობარი აქტის მიღების მერე ოცნება გაგიჟდა. ეხა ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩაახშოს ეს სული. მაგრამ არა, მე აქ ვარ. და ყველა ყლებდება და ფიქრობს, ვინ ავალებს ამ ქალს ამას, რატო აკეთებს ამას? აი, ძმის საფლავს გეფიცებით, არავინ არ მავალებს. ჩემი სამშობლოსადმი სიყვარული, მოქალაქეობრივი მოვალეობა მავალებს, რომ აი ესე ვიღაღადო და მე ვიცი, რომ მე ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი ინფლუენსერი ვარ საქართველოში. მადლობთ აბონ.